თავი მე-16. ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს. იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ აღმოსავლეთით. უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე. ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან. ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე და წყდება ზღვასთან. ეს დაიმკვიდრეს იოსების შვილებმა, მენაშემ და ეფრემმა. ჰქონდათ საზღვარი ეფრემიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით. მათი სამკვიდროს აღმოსავლეთის საზღვარი იყო ყატაროთ ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე. მიდის საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთით და უხობს საზღვარი თაანათ შილოს აღმოსავლეთით და ჩაუვლის მას იანოხის აღმოსავლეთით. ეშვება იანოხიდან ყატაროთამდე და ნაყარათამდე. სწვდება იერიხონს და ჩადის იორდანეზე. თაფუახიდან მიდის საზღვარი ზღვისკენ კანასხევით და წყდება ზღვასთან. ეს არის ეფრემიანთა შტოს სამკვიდრო, მათი საგვარეულოების მიხედვით. მენაშეანთა სამკვიდროში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემიანებს ქალაქები, ყველა ქალაქი თავისი დაბებითურთ. არა უყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.